მუსიკა ყოველთვის შეიცავს იმგვარ შინაარს, რომელიც ძალიან აშინებს ტირანს, ძალიან აშინებს დიქტატორს. ღმერთო ჩემო, რატომ უნდა ეშინოდეთ იმპერატორებს, მაგალითად ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკის, მაგრამ ეშინოდათ, მისი ეშინოდათ. შემთხვევითი არ არის, რომ მოცარტი ხდება მასონური ლოჟის წევრი, სადაც თანასწორობის იდეა პრაქტიკული თვალსაჩინით არის დაცული სწორედ აი ამ იატაკქვეშეთში, ვითრი არის ეს მიწის ზემოთ. მასონური ლოჟები ხო ეს არის რევოლუციური ადგილი, სადაც ყველა ის იდეა ითქმის. თუკი დაყრუებულ ბეთჰოვენს არ ესმოდა რა დაწერა მე-9 სიმფონიის სახით, ახლა ჩვენი ეპოქაა დაყრუებული და არ ზალუց აღიქვას ის იდეა, რასაც ეს სული ატარებს. გამოხატავს თუ არა მუსიკა მხოლოდ მუსიკას, როგორც იგორ სტრავინსკი ამბობდა, რომ მუსიკა მხოლოდ მუსიკას უნდა გამოხატავდეს და სხვას არაფერს. არა, თავისთავად ცხადია, მუსიკა ყოველთვის შეიცავს იმგვარ შინაარს, რომელიც პარადოქსია, ხშირ შემთხვევაში და ძალიან აშინებს ტირანს, ძალიან აშინებს დიქტატორს, აშინებს სხვადასხვა სახეობისა და ფორმაციის და ეპოქის პოლიტიკოსს და ისეთი მუსიკაც კი აშინებს და აშინებდათ, რომელიც დღევანდელი პერსპექტივიდან შესაძლოა სულაც არ იყოს საშიში და გაგვიკვირდეს კიდეც. ღმერთო ჩემო, რატომ უნდა ეშინოდეთ იმპერატორებს, მაგალითად ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკის, მაგრამ ეშინოდათ, მისი ეშინოდათ. და ეს იდეა პრინციპში საკმაოდ ძველი იდეაა. მართალია პლატონი თავის უტოპიური სახელმწიფოდან მუსიკოსებს არ განდევნის პოეტების მსგავსად. მოგეხსენებათ, რომ პლატონი თავის ამ უცნაურად ტოტალიტარული სახელმწიფოდან, რომელსაც მართავენ სხვადასხვა სათნოებით შემკული ფილოსოფოსები და მათი უმთავრესი სათნოება კი სამართლიანობა და სიკეთეა, გააძევებს პოეტებს და უპირველეს ყოვლისა კი ყველაზე მთავარ და დიდ პოეტს ჰომეროს უპირისპირდება ის, იმიტომ რომ ამგვარ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ერთი დოგმა, ერთი ჭეშმარიტება და პოეტები კი ადამიანებს უცვლიან წარმოდგენებს ჭეშმარიტებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მუსიკას კი დატოვებს მხოლოდ იმ პირობით, რომ მუსიკა უნდა ითვლიდეს უხეშად რომ ვთქვა ტაქტს სამხედროებისათვის და რიტმისათვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ ახლა სახელმწიფოზე არ ვლაპარაკობთ, პლატონის სახელმწიფოს გულისხმობ, რომელსაც არსად არასდროს უარსებია და ძალიან მრავალგვაროვანი და უარესად საინტერესო ტექსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ერთგვარ მარცვალად შეიძლება გამოგვადგეს ის ელემენტი, რაზედაც დღეს ვისაუბრებ ჩვენს ვიდეო ესეში. მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, რომლებიც გამოხატავენ თავისუფლების იდეას, თავისუფლების წყურვილს, თავისი მუსიკის მეშვეობით, საერთოდ სინონიმადაც კი არიან ქცეულები თავისუფლების, ჩემს მიხსენებული თუნდაც მოცარტი, ანდაც ბეთჰოვენი, რომელიც საერთოდაც დაგვიტოვებს ჰიმნს, სიხარულისადმი და თანასწორობისადმი და თავისუფლებისადმი მიძღვნილ ჰიმნს, მე გულისხმობ მის შემთხვევაში მე-9 სიმფონიას, ცნობილ მე-9 სიმფონიას, ცნობილი ქორალით, გუნდითა და სოლისტებითა და მელოდიით, რომელიც აგერ ევროკავშირის ჰიმნადაც კი არის. დღეს ქცეული და ამას ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენი საუბრის განმავლობაში, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ მუსიკა, რომელიც გულისხმობს თითქოს და ერთმნიშვნელოვნად იმგვარი ტიპის იდეალებსა და თითქოს და არავის უნდა ჰქონდეს პრობლემა ამ მუსიკის აღქმისა და ამ მუსიკის მეშვეობით საკუთარი თავისა თუ ეპოქის გამოხატვის, სინამდვილეში თურმე ეს ყოფილა დიდი პრობლემა. აი მოცარტიც კი დავიწყოთ მოცარტზე საუბრით. მოცარტიც გავრცელებული ერთგვარი სტერეოტიპისა მის მიმართ, რომ მოცარტი არის მსუბუქი, მოცარტი არის მუდმივად მხიარული, მუდმივად რაღაცნაირად ფრივოლური, ოპტიმისტური, სიცოცხლის უშრეტი ენერგიით სავსე, ხო, ეს ყველაფერი არის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მოცარტი. თითქოს და არსებობს მოცარტის ერთგვარი ორეული და არსებობს მოცარტი, რომელიც კონტრასტულია, რომელიც დრამატულია, რომელიც ტრაგიკულია.
რომელიც გამომწვევია, რომელიც პროვოკაციულია, ეპატაჟურიც კი, ხომ, რევოლუციური თავისთავად ცხადია. თვითონ მოცარტის ამ სახეს, ამ სახის შექმნას ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ შეუწყო ხელი ალბათ გენიალურმა ფილმმა მილოშ ფორმანისა ამადეუსმა, რომელიც თავისთავად ეყრდნობა პეტერ შეფერის ცნობილ პიესას და თვითონ ზოგადად ეს ერთგვარ კონცეპტუალურ ფენომენადაც კი იქცა მოცარტიანული ტიპის ხელოვნება და ხელოვნება, რომელიც უფრო პირქუშია, რომელიც უფრო კონტრასტულია, რომელიც უფრო ანალიტიკურია, ხო? მოცარტისა და სალიერის დიქოტომიაზე ვის აღარ დაუწერია და ვის აღარ უმსჯელია და ჩემს მიერ ხსენებული ფილმიც კი სწორედ ამ ერთგვარ კონტრასტზე არის, ხომ? რომ მოცარტი, რომელსაც თითქოს და თავზე ეყრება ღმერთისაგან მელოდიები, მუსიკალური იდეები, ანუ გენია, რომელიც თითქოს და საკუთარ თავს ვერ იცნობიერებს, მაგრამ უშვებს, გამტარია ამ დიდი ნაკადის. ხომ და არის სალიერი, რომელიც არის მუშა, ოსტატი, რომლის შემოქმედებაც არის დაკავშირებული მუდმივად წრთნასთან, საკუთარ თავთან ჭიდაობასთან. ეს უფრო სტერეოტიპებია. არავითარ შემთხვევაში მოცარტი, ხო, ვიმეორებ, ცხადია, მოცარტი ინსპირირებულია სამყაროსეული მელოდიებით, მართლაც მასში ხმიანებს ღმერთის ხმა, მაგრამ მოცარტი ეს არის დიდი შრომაც, ხო? და ამისი ადრეული ასაკიდანვე, როდესაც მამას ლეოპოლდ მოცარტს ის დაყავს ევროპის სხვადასხვა კარზე თავის დასთან ერთად და მოცარტი ანცვიფრებს ყველას ამ უნიკალური გენიალურობითა და სრულიად პატარა 4, 5, 6, 7 წლისა უკრავს ყველანაირ ნაწარმოებებს, უნიკალური მეხსიერება აქ იმახსოვრებს ყველაფერს და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ამავდროულად ამ მოგზაურობის დროს თუ კი მის გვერდით არ არის მამა ან დედას, უпростоრად კი უნდა გაუგზავნოს წერილები, სრულიად პატარა მის თხოვს მათემატიკური ამოცანების გამოგზავნასაც, იმიტომ რომ მას მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, განტოლებები და სხვადასხვა ეხმარება ვარჯიშში. და ეს ვარჯიში არის ძალიან ისეთი უნივერსალური ცნება მოცარტისათვის. მოცარტი თავისი ეპოქისათვის პრობლემაა. და ეხლა ბიოგრაფიას რომ არ გავყვეთ მისას, თუნდაც ის რომ მოცარტი გარბის თავისი მშობლიური ზალცბურგიდან და გაურბის ზალცბურგის არქიეპისკოპოს, რომელსაც მკაცრი იერარქია აქვს ზალცბურგში და მოცარტს კი არ უნდა ამ იერარქიის მორჩილი იყოს და სინამდვილეში ეს დაუმორჩილებლობა მას შეიძლება დაუჯდეს თავისუფლების ფასად. მოცარტი შეიძლება ასე ითქვას, რომ პირველია იმ კომპოზიტორთა შორის, რომელიც გარკვეულ გამოწვევას გულისხმობს იმპერიისათვის, იმპერატორისათვის, კათოლიკური ეკლესიისათვის, რომელიც მკაცრად იერარქიულია ვიმეორებ და რომელიც გულისხმობს კომპოზიტორის მოღვაწეობას როგორც მსახურებას იმპერიისათვის და იდეოლოგიისათვის. მოცარტი ებრძვის ამას, სრულიად ახალგაზრდა, შემთხვევითი არ არის, რომ მოცარტი ხდება მასონური ლოჟის წევრი. ეს მასონური ლოჟა მე-18 საუკუნის 80-ან 90-იან წლებში არის ისეთი ტიპის სამყარო, ისეთი ტიპის ორგანიზაცია, სადაც თანასწორობის იდეა პრაქტიკული თვალსაჩინით არის დაცული სწორედ აი ამ იატაკქვეშეთში, ვიტრი არის ეს მიწის ზემოთ პირობითად, ვინაიდან მიწის ზემოთ მკაცრად სუბორდინირებულია სამყარო. მოცარტი არ არის დიდგვაროვანი, იქ არიან არისტოკრატები, არიან სამეფო ოჯახის წევრები, არიან დიდგვაროვნები და იქ მოცარტი მსახურია. მაგრამ მასონურ ლოჟაში, სადაც არსებობს თანასწორობისა და ძმობის იდეა, საიდანაც პრინციპში გამოვიდა, შეიძლება ასე ითქვას, საფრანგეთის რევოლუციისათვის პარადიგმატული ლოზუნგი ძმობა, ერთობა, თავისუფლებისა, შეიძლება ვთქვათ კიდეც, რომ ეს ლოზუნგი ამოსულია სწორედ აი ამ
ფარული თითქოს და ორგანიზაციებიდან, რომელიც გულისხმობს სწორედაც აი ამ უნივერსალური იდეის დაცულობას, თანასწორობის იდეის. მოცარტი ამ ლოჟაში ძალიან საინტერესო ისტორიებია. დიდი აღმოსავლეთის ლოჟა და წარმომიდგენია ერთი მხრივ ეს თემა, სადაც კი ჩვენ ვსაუბრობთ ამ ფარულ ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით მე-18 საუკუნეში, ან მე-19 საუკუნეში, თუმცა ეს ძალიან დიდი ისტორიაა, ერთი მხრივ არსებობს შიშებითა და ფობიებით ახსავს ზედამოკიდებულება, რომელიც საკმაოდ ზედაპირულია, ან და მეორე მხრივ არსებობს უკვე გარკვეულწილად ისეთი, მე ვიტყოდი, კიჩური პერსპექტივა ამ ყველაფრის მიმართ, რომელიც იქცა საფუძვლად ბევრი, მე ვიტყოდი, მასკულტურული ელემენტების მატარებელი რომანებისათვის, კინოეკრანიზაციებისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქ იკარგება თითქოს და ის მნიშვნელობა პოლიტიკური თუ ისტორიული, რომელიც დამახასიათებელი იყო მასონური ლოჟებისათვის. მასონური ლოჟები ხო ეს არის რევოლუციური ადგილი, სადაც ყველა ის იდეა ითქმის და იმ იდეას აქვს განხორციელების მცდელობა, რომელიც ჯერჯერობით ისტორიაში არ გამტკიცებულა არც კანონად, არც ფაქტორად, არც მოდელად ცხოვრებისათვის. მოცარტი ვიმეორებ სრულიად ახალგაზრდა არის იქ. მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა, მისი ბოლო უკანასკნელი ოპერა, რომელიც მან შეთხზა 1791 წელს, ეს მისი სიკვდილის წელია და სწორედ ამ დროს ეს კიდევ წარმოუდგენელია, ხო, სწორედ მისი გენიის მასშტაბი მეტყველებს ამაზე, რომ მოცარტი ერთდროულად წერს ამ ოპერასაც, წერს რეკვიემსაც, რომელსაც ის ფაქტობრივად ბოლო ამოხრას სიცოცხლისას ამოაყოლებს ამ ნოტებსაც, მოგეხსენებათ მისმა მოწაფემ მოცარტის დატოვებული ფრაგმენტები დღა დაასრულა, ასევე წერს სხვა კონცერტებსაც, აი ამ ჯადოსნურ ფლეიტაში ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ მასონური სიმბოლიკა, ეს ოზირისისა და იზიდას ეგვიპტური სიმბოლიკა, სადაც ხდება საიდუმლოებებით და ინიციაციებით ახსავსე სიუჟეტია, სადაც ადამიანები გადიან ეტაპს, გადიან გამოცდებს. ჯადოსნურ ფლეიტაში ჟღერს ეს ყველაფერი და ერთი მხრივ ზღაპრის მიღმა, რომელიც აღწერილი აქვს მოცარტს და ამ გენიალური მუსიკით არის გაცოცხლებული, ამ მუსიკის უკან არის ადამიანი, რომელმაც უნდა გაიაროს წყლის გამოცდა, უნდა გაიაროს ცეცხლის გამოცდა, უნდა გაიაროს ვნების კონტროლის გამოცდა, მდუმარების გამოცდა, ეს ყველაფერი ინიციაციებია. ამიტომაც ხშირად ამბობენ, რომ მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა არის კავშირში, ვთქვათ, რიხარდ ვაგნერის პარციფალთან, რომელიც ასევე გადის გარკვეულ ტრანსფორმაციას, როგორ იქცეს სულელი, პირდაპირ მნიშვნელობით სულელი, იმიტომ რომ პარციფალს დედა აცმევს მასხარას ტანისამოს, როგორ უნდა იქცეს მასხარა რაინდად. აქ შეიძლება ამ შემთხვევაში რაინდისა და რაინდის ტრანსფორმაციისა და რაინდის თავგადასავლის ისტორია მიუსადაგოთ, სადაც პარციფალს ვახსენებთ ვეფხისტყაოსანსაც, ხო, ბუნებრივია, მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად, სწორედ იდეური თვალსაზრისით შეიძლება კავშირშიც კი იყოს ერთმანეთთან, მაგრამ მოცარტის შემთხვევა ჯადოსნური ფლეიტა სწორედაც ამოდის აი ამ უცნაური იდუმალებით თითქოს და მოცული ორგანიზაციიდან ან საკრებულოდან, სადაც ადამიანები მსჯელობდნენ თავისუფლებისა და ჰუმანიზმის და ჰარმონიის იდეებზე. პირდაპირ მნიშვნელობითაც, მაგალითად, დიდი მაგისტროსი, უმაღლესი ძმა მოცარტის აი ამ ლოჟის ის იქცევა შემდეგ ჯადოსნურ ფლეიტაში ზარასტროდ, ერთ-ერთ მთავარ გმირად, ხო, მზის ქურუმად, რომელიც სიბრძნესა და გონიერებასა და ჰარმონიას ისევ და ისევ ასხივებს და ავრცელებს. ან კი მოცარტის პერსონაჟი გამოჩენილი და ამღერებული კონტროვერსიალური პერსონაჟი, რომელიც არის შავკანიანი, რომელიც ასევე მისი მასონური ლოჟის თანამოძმე არის ანჯელო სოლიმანი, ასევე შავკანიანი, რომელიც უფლებებიც იმ სამყაროში, სადაც მოცარტი ცხოვრობს, არ არის დაცული, მაგრამ იქ, სადაც ანჯელო სოლიმანი გრძნობს თავს თანასწორად, მოცარტის თანასწორი ხდება მის
იდეებშიც, მუსიკალურ იდეებშიც. ანჟელო სოლიმანის სახლა რა კი ვახსენე, ისტორია ცალკე ძალიან საინტერესოა, ის არის მართლაც ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნიდან მონად შეძენილი და ავსტრიის საიმპერატორო კარზე მოხვედრილი უნიკალური ადამიანი, რომელსაც ეპოქა მაინც უყურებს როგორც ეგზოტიკას და იმდენადაც კი ეს ცალკე ისტორია, უკვე მე-19 საუკუნეში უკვე გარდაცვლილი ეს შავკანიანი ადამიანი, რომლის ფერიც აბსოლუტური პირობითობაა და არის უნიკალური, თავისთავად ძალიან საინტერესო მოაზროვნე, თავისი თანამედროვეებისათვის უაღრესად საინტერესო მოვლენა იმპერატორი ფრანცი მისგან ფიტულს გააკეთებს და ეგრეთ წოდებულ კუნსტკამერაში, ანუ ამ ეგზოტიკური არსებების დარბაზში გამოფენს როგორც ეგზოტიკას. ეს ცალკე ტრაგედია. და აი როგორი ჩამორჩენილია ეპოქა იმასთან შედარებით თუ რას ქმნის ხელოვანი თავისი მუსიკის მეშვეობით. მოცარტი საშიშია თავისი რევოლუციური იდეებით პირდაპირ მნიშვნელობით, მაგალითად ფიგაროს ქორწინებით. ფიგაროს ქორწინებით, რომელიც ავსტრიის იმპერატორის მიერ არის აკრძალული, იოსებ მეორის მიერ არის აკრძალული, ამ დროს ის არის ავსტრიის იმპერატორი, ვინაიდან ეს რა კი არის მე-18 საუკუნის 80-იანი წლები და ტენდენცია კი უკვე გულისხმობს რევოლუციის ატმოსფეროს შექმნას, მით უმეტეს რომ სწორედ ამ დროს 80-იანი წლების მიწურულს ძალას იკრებს არც მეტი არც ნაკლები საფრანგეთის რევოლუცია და იოსებ მეორე ავსტრიის იმპერატორი, რომელიც ფიგაროს ქორწინებას ბომარშეს ამ ცნობილ კომედიას აკრძალავს, მაინც და მაინც სწორედ ამ აკრძალული კომედიის მიხედვით უნდა მოცარტს რომ ოპერა დაწეროს და დაწერს კიდეც ფიგაროს ქორწინებას და ფიგაროს ქორწინებისაკი იმიტომ ეშინიათ მეფეებს, იმპერატორებს, არისტოკრატებს, რომ ფიგარო მსახური აუჯანყდება თავის ბატონს გრაფ ალმავივას და რატომ აუჯანყდება? იმიტომ რომ გრაფ ალმავივას უნდა თავისი ძველი დიდგვაროვნული წესის აღსრულება ესპანეთში და ეს დიდგვაროვნული წესის აღსრულება კი გულისხმობს ფიგაროს ახალდაქორწინებული ფიგაროს ქორწილში იმგვარი მძიმე ელემენტის შემოტანას, რომელიც გულისხმობს პირველი ღამის უფლებას და გრაფ ალმავივას კი უნდა რომ პირველი ღამე ფიგაროს საცოლემ სიუზონმა გაატაროს მასთან, აი ამაზეა ხო, მოგეხსენებათ ბომარშეს კომედია და მოცარტი კი ამ კომედიას იღებს. თუმცა რამდენად არის ეს კომედია, ხომ ეს კიდე საინტერესოა საფუძვლად თავისი ოპერისათვის და იოსებ მეორე კი კრძალავს ამ კომედიას არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არაფით არ შეიძლება რომ ბატონს აუჯანყდეს მსახური, თუნდაც ის მართალი იყოს, თუნდაც ის იყოს გამჭრიახი, როგორიც არის ფიგარო, იმიტომ რომ სწორედ ამ ფიგაროების აჯანყების ტემპერამენტი იგრძნობა ევროპაში და შემდეგ ეს ამოხეთკავს კიდეც საფრანგეთის რევოლუციის სახით, მაგრამ მოცარტი მაინც წერს მუსიკას, მოცარტს უგზალავენ მაგალითად საბალეტო ნომრების წარმოჩენას ფორმანს თავის ფილმში ბრწყინვალეთა აქვს, ვისაც გახსოვთ, ბუნებრივია ეს ეპიზოდი აღწერილი და გაცოცხლებული, თან არ უნდა დაგვამიწყდეს რომ იოსებ მეორის და არც მეტი არც ნაკლები არის მარია ანტუანეტი, საფრანგეთის დედოფალი, რომელსაც ფიგაროს ქორწინების დაწერიდან გულისხმობ ოპერას სულ რამდენიმე წელიწადში საფრანგეთის რევოლუცია მოჰკვეთს თავს პარიზის შუაგულში თავის ქმარ ლუი მე-16-ის შემდგომ, ამიტომ ეს ყველაფერი თითქოს და არ გვესმის, ან არ უნდა გვესმოდეს ფიგაროს ქორწინები და მოცარტის, მაგრამ ეს ყველაფერი ჟღერს. ხო, ჟღერს ამ გამოწვევის მუსიკა, მიუხედავად იმისა, რომ მოცარტი პოლიტიკოსი არ ყოფილა და პოლიტიკურ პროცესში არ ყოფილა ჩართული, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მისი მუსიკა გულისხმობს სწორედაც აი ამ გამოწვევასაც, ისევე როგორც მისი უმთავრესი ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები დონ ჟუანი, რომელიც ასევე პრობლემა არის იმ ეპოქისათვის, როდესაც მოცარტი თხზავს დონ ჟუანს თუ ფიგაროს ქორწინებას თუ ჯადოსნურ ფლეიტას. ქმნის დონ ჟუანს, ლიბერტინს, ანუ პერსონას გმირს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს და ანტიგმირია, მაგრამ მეორე მხრივ ის გამოხატავს აბსოლუტურ, ტოტალურ
შეუბრალებელ თავისუფლებას, რომელიც შეიძლება ასე ითქვას, რომ მოვიხმოთ ფრიდრიხ ницშეს განსაზღვრება, არც მორალურია, არც ამორალური, არამედ იმორალური თავისუფლება, რომელიც ბოროტებისა და სიკეთის მიღმა, თავისუფლება, რომელიც გამოხატავს საკუთარ თავს დიონისური ბრწყინვალებით, ხომ? ისევ და ისევ პარადიგმა, მოდელი შემოტანილი ნიშეს მიერ, აპოლონური და დიონისური სულისკვეთება, დიონისური ელემენტი, სიცოცხლის დადასტურების, სიცოცხლის გამტკიცების, სიცოცხლის დომინაციისა და დონჟუანი, რომელსაც უყვარს და რომელიც ცხოვრობს იმიტომ, რომ იცხოვროს და იცოცხლოს და მისი ენერგია კი იყოს წამლეკავი, მხოლოდ სიცოცხლის დადასტურება იყოს მისი მისია და სიცოცხლის გამოხატულება, ამიტომაც ვახსენებთ ხშირად დიონისურს, მოცარტისათვის ამ მხრივ არის საინტერესო, ხო? თან პლუს მოგეხსენებათ დონჟუანის სახე იმდენად განფენილია ლიტერატურაშიც და მუსიკაშიც, რომ უამრავი შესაძლებლობა არსებობს მისი ინტერპრეტაციის. პროსპერ მერიმეს თავის ასევე დონ ჟუანზე დაწერილ, დონ ხუანზე უпроსტორად მოთხრობაში სულნის ალხინებლისადმი ასეთი განსაზღვრებაც კი მოყავს. დონ ჟუანის სახე იმდენივეა, რამდენიც იუპიტერი, ანუ ზევსი, რომელიც მუდმივად სახეებს იცვლის. ხო, დონ ჟუანი უაღრესად საკამათო გმირია, თავისთავად ცხადია, მაგრამ უკვე დონ ჟუანის კიდევ ერთი ინტერპრეტატორის პერსპექტივით, მოლიერის გულისხმობ დიდ ფრანგ დრამატურგს, მოლიერის კონცეფციით, როდესაც ყველა ქურდობს, როდესაც ყველა ფარისევლობს და როდესაც ყველა მორალისტობს, დონ ჟუანი არის ყველაზე გულწრფელი გმირი, რომელიც არ მალავს, რომ ის არის კონფლიქტში დამკვიდრებულ და გამეფებულ ერთგვარ ფარისევულ დოქტრინად ქცეულ მორალთან. ძალიან საინტერესო გმირია და ეს საინტერესო გმირი ბუნებრივია თავისი უშრეტი ენერგიისათვის საფასურსაც იხდის სიკვდილის სახით. და ეს სიკვდილის ინტონაცია ჟღერს მოცარტის უკვე უვერტურიდანვე, დონ ჟუანის უვერტურიდანვე ცნობილი რე მინორით, რომელიც გულისხმობს აი ამ სიცოცხლის სასრულობის იდეას, ხომ? სადაც არ არსებობს აბსოლუტური იდეა, რომელიც არ გულისხმობს საკუთარ თავში დასასრულის მარცვალს, სიკვდილის მარცვალს. გარკვეული თვალსაზრისით ეს არის ადამიანის ზღვრულ მდგომარეობამდე მისვლის ტრაგედიაც, რასაც აღწერს კიდეც მოცარტი და ახმიანებს კიდეც მოცარტი თავის დონ ჟუანში. ეს მუსიკალური ნაწარმოებები პრინციპში არის გამოწვევა ეპოქისათვის. ამიტომაც ამბობენ, რომ მოცარტი იმდენად პრობლემური იყო თავისი დროისათვის, იმდენად საკამათო იყო და რა უცნაურია რა თითქოს და დღევანდელი აღქმით მოცარტის, რომელიც იქცა კულტურის, არა მხოლოდ მაღალი კულტურის და აკადემიური კულტურის ნაწილად, არამედ ისევ და ისევ პოპულარული კულტურისა თუ მარკეტინგული სამყაროს ელემენტადაც, მოცარტის შოკოლადებით დაწყებული, მოცარტის ფესტივალებით გაგრძელებული თუ სხვა ეს თითქოს და არ ჩანს და ვერ ვხედავ თითქოს ამ ამბავს. არა და ის დიდი პრობლემაა თავისი ეპოქისათვის. ამიტომაც არის ეჭვები, ვარაუდები, რომ მოცარტი მოწამლეს. ეს ყველაფერი დაბრალდა ანტონიო სალიერის და ეს მისივე ბრალია გარკვეული თვალსაზრისით ანტონიო სალიერი, მისივე თანამედროვე, მოცარტისავე თანამედროვე, მოცარტზე ბევრად პოპულარული მოცარტისავე დროში, უმთავრესი და მთავარი ოფიციალური კომპოზიტორი იმპერიისა, რომელმაც უკვე მოცარტის სიკვდილიდან თითქმის 30 წელი იყო გასული, სადაც თვითმკვლელობა სცადა და თავადვე ხვიროდა მე დავღუპე მოცარტი, მე მოვკალიო. სხვათა შორის ანტონიო სალიერის მოწაფე გახდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, რომელიც უკვე სრულიად სმენა დაქვეითებული იყო და თავის სასაუბრო რვეულებში, მოგეხსენებათ ბეთჰოვენს სასაუბრო რვეულები ჰქონდა, მასთან ისე ვერ ისაუბრებდი, ის წერს გაბრაზებული, რომ ეს არის სისულელე, შეიშალა სალიერი, არანაირი კავშირი მოცარტის სიკვდილთან მას არ აქვს, მაგრამ მოცარტი მოკლა ეპოქამ. ცხადია მოცარტი მოკლა ეპოქამ და მოკლა სწორედ მისი უდრეკელობის გამო თავისუფლების მიმართ. ამიტომაც არ ვიცით ჩვენ სად არის მოცარტის საფლავი. ის მოგეხსენებათ დაკრძალეს
მაწანწალებთან ერთად, ხომ? რაღაცნაირად ჰერმან აბერტს ასეთი მეტაფორაც კი აქვს, რომ თითქოს და ქრისტიანული წმინდანივით უპოვარებთან ერთად არის, ხო? მოცარტი დაკრძალული. გამქრალია მოცარტის საფლავი კი დაახლოებით გვეუბნებიან, სადაც შეიძლებოდა რომ ის ყოფილიყო დაკარგული და მისივე მეგობარი, სხვათა შორის თანამოძმე მასონური ლოჟიდან სულ რაღაც რამდენიმე კროიცერს დააკლებს მოცარტის დაკრძალვაზე, რომ მას ალკე საფლავი ჰქონოდა, მაგრამ აქვს კი ამას მნიშვნელობა, არ აქვს. დიდი ასეთი გიგანტები როგორც ჩანს უნდა ქრებოდნენ. ეს გაქრობაც გარკვეულწილად ერთგვარი ალეგორიაა, მეტაფორა, მაგრამ ხო ის პრობლემა, მოცარტი პრობლემა და მოცარტი პრობლემა ბუნებრივია როგორც ეპოქისათვის, ასევე ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც ძრწუნდება გენიასთან სიახლოვით, იმიტომ რომ ბუნებრივია გენია გულისხმობს ტრანსფორმაციების ისეთ ამბიციას, რასაც შეუძლებელია რომ დაეწიო. ცხადია ამ გავლენითა და ამ შთაგონებით, ამ სულისკვეთების შთაგონებით წერს ბეთჰოვენიც უკვე სრულიად სმენა დაქვეითებული მე-9 სიმფონიას, რომელიც როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ერთგვარი ჰიმნია თავისუფლების, ხომ? მაგრამ აი რა უცნაურია არა, ბეთჰოვენი სრულიად დაყრუებული წერს მე-9 სიმფონიას, მას არაფერი არ ესმის. და ერთი ცნობილი იდეისა არ იყოს თავისუფლების იდეას კი მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ასე ხმიანებს თუნდაც ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის გამჭოლ, მაინც თითქოს და ეს იდეა ცდილობს, რომ ჯერაც და კვლავაც მუდმივად მოიპოვოს ადგილი. ეს უცნაური ციტატა, რამდენადაც სარკასტულია, იმდენად გამოხატავს ჩვენი ეპოქის პრობლემურ დამოკიდებულებას ზოგადად თავისუფლების მიმართ. თუ კი დაყრუებულ ბეთჰოვენს არ ესმოდა რა დაწერა მე-9 სიმფონიის სახით, ახლა ჩვენ ეპოქას არ ესმის მე-9 სიმფონიის. თითქოს და ჩვენი ეპოქაა დაყრუებული და არ ზალუց აღიქვას ის იდეა, რასაც ეს სული ატარებს, თავისუფლების სული. ეს ძალიან საინტერესო იდეაა, თუ როგორ უნდა გავიგონოთ მუსიკის მიღმა, არა მხოლოდ მუსიკა, არამედ სიბრძნე, რომელიც გულისხმობს მუდმივ გაფრთხილებას თავისუფლების იდეისას, რომ არაფერი არ არის სტატიკური, მიმდინარეა, როგორც მოცარტის მუსიკა და ამ მდინარებას მუდმივად ჭირდება ჩვენი ცოცხალი ჩართულობა თავისუფლების დაცვის პროცესში.